თარგმანება იმათეს სახარებისა ითავებებ. სიტყვა იესე და ვითარცე ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პორი აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთათვისა და თქვა, მიიღეთ ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ხმადლობდა, მისცა მათ და თქვა, სუთ ამისგანი ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლის აღთქმისა იმ მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა 26, 26, 28. ჰოი სიბრმე იგი უბადრუკისა მისგან მცემელისაი. საიდუმლოთა მათ ეზიარებოდა და თვისსავე უკეთურებასა ზედაეგო და შესადრწუნებელსა მას ტრაპეზსა პურის მტეიხო და არა მოიქცა ბოროტისაგან. ამისთვის იტყვის მახარებელი იოანე, ვითარმეთ, შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი. იოანე 13:27 არა თუ ხორცისა მისგან და სისხლისა სამეუფოისამცა არა ზრწოდა, ზრწოდა, გარნაურცხვინობა მან და ურსჯულოება მან იუდაისმან მისცა მას კადნიერება იმის ზედა. რამე თუ ორ კერძოვე აღორძნდებოდა ცოდვა იმისი, რომელიგი ესე ვითარითა გონებითა მოუხდებოდა ზიარებასა მას საიდუმლოისასა და რომელიგი ეზიარა და არავე შეიგდიმა მოგცევად. არცა შიშმან მოდრიკა იგი, არცა პატივმან მან და ქველის მოქმედებამან. ხოლო ქრისტემან ყოველივე იცოდა, არამედ არავე დააყენა იგი, რაითასცნა, ვითარმედ არარაი დაუტევა, რომელი ჯერ იყო ქმნად მოქცევისა მისისათვის. და პირველითგან ყოველი ღონე ქმნა მისზე და სიტყვით და საქმით, შიშითა და პატივითა და სწავლითა და მხილებითა, არამედ არა ინება მან სენისა მის ბოროტისათვის ისა განკურნებაი. ამისთვის დაუტევა იგი და მოწაფეთა ეტყვის საიდუმლოთა მათთვის და მოახსენებს სიკვდილსათვისა და ჯვარცუმასა, რაითა ზედა ისე და წინა ის წარმეტყველებითა გულისხმავ იყოს საიდუმლოივნებისათვის ისაი. რამე თუ ესოდენთა მათ წინა ის წარუწყებათა ზედა შეშფოთნესვე დიდად, უკვე თუმცა არა მრავალგზის ეუწყა, რაიმე ყოფად იყო. და ვითარცე ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პორი აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთათვისა და თქვა, მიიღეთ ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი. რაისათვის ჟამს ამას პასექისასა აღასრულებს ამას საიდუმლოსა. რაითა ყოვლით კერძო ვიცნათ, ვითარმეთ ძუელისაცა სჯულისა სჯულისმდებელი იგი არის, და ვითარმეთ საქმენი იგი მის სჯულისანი სახენი იყვნენ სახლისა ამის აღთქმისანი და ამას მოასწავებდეს. ამისთვის ჟამს ამას, რომელსა სახე იგი აღასრულებოდა, მაშინ აღასრულა ჭეშმარიტება იცა. ხოლო მწუხრი იგი სახე იყო აღსასრულისა ჟამთაისა. რამე თუ ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაი, მაშინ აღასრულა უფალმან განგებულებაითვის ისა განკაცებისაი. და ამასცა მოასწავებდა მწუხრისა იგი საიდუმლოთა მიცემაი, ვითარმეთ აღუსრულებიეს ყოველივე იგი საქმე ცხოვრებისა ჩვენისაი. და ხმადლობდა, რაითა გვასწავს, თუ ვითარ ჯერ არს ამის საიდუმლოისა აღსრულებაი, და რაითა გამოაჩინოს, ვითარმეთ ნებსით მივალს ვნებად, და რაითა გვასწავს მადლობით თავსდებათ, რომელიცა მოიწიოს განსაცდელი, და სასვებაი მოგუცა კეთილი, რაითა ვცნათ, ვითარმედ უკვე თუ სახემან მან ამის საიდუმლოისამან, რომელიგი არს დაკლა იკრავისა იმის, ესოდენისა მის მძლავრებისაგან მეგვიპტელთა ისაგანა თავისუფლანათესავი ისრაელთაი, არა უფრო ისად ჭეშმარიტება მან განათავისუფლოსა სოფელი და აცხონოს ბუნებაი ჩვენი. ამისთვის არცა ამისა პირველ მისცა საიდუმლო იგი, არამედ ოდეს იგი დაცხრომაი ჯერ იყო წესთა მათ სჯულისათა. რამე თუ მაშინ თავი იგი დღესასწაულთა მათთაი დახსნა და სხვასა ტრაპეზსა დაუგებს შესადრწუნებელსა და ეტყვის, მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ხმადლობდა, მისცა მათ და თქვა, სუთ ამისგანი ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლის აღთქმისა იმ მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა.
ხოლო ვითარ არა შეშფოთნეს, ესმნეს რა ესე სიტყვანი. ამისთვის რამე თუ მრავალი ეთქვა ამისა პირველ ამის ჯერისათვის, ვითარცა წერილ არს იოანეს თავსა, ვითარმედ, უკვე თუ არას ჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქოს ცხოვრებაი თავისა თქვენისაი. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქ უნდეს ცხოვრებაი საუკუნოი. რამე თუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა. იოანე 6:43, 56 და სხვა ესევითარი მრავალი ეთქვა. ამისთვისაც არღარა მრავალსა ეთქვის ამის ჯერისათვის, რამე თუ პირველვე ეთქვა და განემზადნეს გონებანი მათნი. ხოლოაც აღასრულებს თქმულსა მას და მისცემს ხორცსა მისსა და სისხლსა პატიოსანსა და ეთქვის, ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი, რომლისათვის გეტყოდე, ვითარმედ ჯერ არს თქვენ და მიღებად. და მიზეზს აუწყებს, თუ რაისათვის დაითხოვის სისხლი მისი, მისატევებელად ცოდვათაო. და სისხლად ახლისა აღთქმისაც სახელს დებს, ესე იგი არს ახლისა სჯულისა. რამე თუ ესე აღუთქვა და უქადაგა პირველითგან, და ესე არს განმამტკიცებელი ახლისა ამის სჯულისაი. და ვითარცა ძველსა მას სჯულსა აქ უნდეს შესაწირავნი, ცხოვარნი და ზუარაგნი, ეგრეთვე ახალსა ამას აქვს სისხლი იგი სამეუფოი. მოახსენებს უკვე ძველსა მასსა სჯულსა, ვითარმედ იგიცა სისხლით და განემტკიცებოდა. და კვალად ითქვის მიზეზსა სიკვდილისათვის ისასა, მრავალთათვის დათხეულიო მისატევებელად ცოდვათა. ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. მათე 26:28, შეადარე ლუკა 22:19-20. ხედავა ვითარ განაშორებს მათ წესთაგან ჰურიათა ისა. ამას ყოფდითო მოსახსენებელად ჩემდა. ვითარცა იგი დაკლას ამას კრავისასა აღასრულებდით მოსახსენებელად საკვირველებათა მათ, ეგვიპტეს ქმნილთა, ეგრეთვე ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. იგი სისხლი დაითქია სასწაულად პირმშოთა მათ, რაითა თანაწარ ხდებოდის მომსვლელი იგი, ხოლო ესე დაითხოვის მისატევებელად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა, რაითა სცნათ ვითარმედ დიდ არს საიდუმლოებნებისა და ჯვარცუმისა ჩემისაი და ნუგეშინის ცემულიყვნეთ. და ვითარცა მოსე თქვა ვითარმედ, ესე სახსენებელად იყავ საუკუნოდ თქვენ და გამოსვლა 12, 14, 24 ეგრეთვე მეგეთყვი, ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდა ვიდრემდის მოვიდე. პირველი კორინთელთა მიმართ 11:24-26. ამისთვისცა ეტყოდა, გულის სიტყვით გული მithქუმი და პასექსა ამას ჭამათ თქვენთანა, ლუკა 22:15 ესე იგი არს მოცემად თქვენ და წესი ახალთა ამათ საიდუმლოთა და პასექისა ამის სულიერისა. საცნაურ არს უკვე, ვითარმედ სასუმელი იგი პირველად თავად მან მიიღო, რაითა არა შეშფოთნენ იგინი და თქვან, თუ რაი არს ესე, ხორცსა ვჭამდეთა და სისხლსა ვსუმიდეთა? რამე თუ პირველცა ხრქვეს ვითარმედ, ფიცხელ არ სიტყვაი ესე. იოანე 6:60, ამისთვის პირველად თავად მან მიიღო, რაითა გულს მოვდგინედ მიიღონ ზიარებაი საიდუმლოთაი და დასცხრეს ძველი იგი წესი. რამე თუ ამისთვის ხრქვა, ამას ყოფდით, რაითა იგი განაქაროს და მწვალებელთა პირი დაუყო. რამე თუ ოდეს გურქვან ჩვენ ვითარმედ, ვინაი საცნაურ არს თუ ჯვარს ეცვა ქრისტეი. სხვათა მათ ყოველთა სიტყვათა თანა რომელთა ვეტყოდით, ამასაც წინა უყოფთ ვითარმედ, უკვე თუ არა მოკვდა ქრისტე ცხოვრებისათვის ჩვენისა, რაისა სახე არს შემისწირვა ესე, რომელსა აღვასრულებთ. რამე თუ სახსენებელად მისისა მის ჩვენთვის სიკვდილისა ვიქნთ.
იცოდა უკვე უფალმა ვითარმედ ეგულების ბოროტთა მათ მწვალებელთა გამოჩინებად მარკიონს და ვალენტინეს და მანეს უარისმყოფელნი ამის განგებულებისანი. ამისთვის სამარადისოდ განაწესა ხსენება ივნებისათვის ისაი, რაითა ვერ ვისაცთუნებდნენ და რაითა მარადღე ცხველს მყოფელთა მათ საიდუმლოთა აღსრულებით ავცხონდებოდით. რამე თუ ესე არს თავი ყოველთა კეთილთაი, ვითარცა ნეტარი პავლე ღაღადებს. ხოლო ვინაითგან აზიარნა საიდუმლოთა მათ მაღალთა და ასწავა მარადის აღსრულება ამის წესისაი, მერმე ხრქოა. წახარებაი, ხოლო გეტყვით თქვენ, არ ღარავ სუა მე ამიერით განაყოფისაგან ამის ვენახისა ვიდრე მუნდღედმდე, რა ჟამს იგივ სუა ახალი სასუფეველსა მას მამისა ჩემისასა 26-29. თარგმანი, ვინაითგან ნებისა და ჯვარცუმისათვის მიუთხრა, რაც კვალად შემოიღებს სიტყვასა აღდგომისათვის. და კეთილად ახსენა სასუფეველი და აღდგომასათვისა ესრეთ უწოდა, რამე თუ აღდგომითა მისითა გვიხსნა ჩვენ მონებისაგან ეშმაკისა და დაგვამორჩილნა სუფევასა მამისათვის ისასა და მკვიდრ სასუფეველისა ხო ბუნებაი ჩვენი. ამისთვის ჟამს ამას აღდგომისა მისისასა უწეს სასუფეველად მამისა. რამე თუ ვინაითგან აღდგა ქრისტე იმ კუდრეთით სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, რომელნი იგი პირველ განდგომილნი იყვნენ და წარწმედულნი, ვითარცა პავლე იტყვის, უცხო ცხოვრებისაგან სასოებაი არა აქუნდა და უღურთო იყვნენ სოფელსა შინა. ხოლოაც ეგერა ქრისტე იესუის მიერო თქვენ ეგე, რომელნი იყვენით ოდესმე შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა ქრისტესითა. ეფესელთა მიმართ 2:12-13 ამას სახელს დებსაც სასუფეველად აღდგომასათვისა, ოდეს იგი სუფევდა ღმერთი წარმართთა ზედა და იხსნა იგინი მონებისაგან ეშმაკისა. და ეტყვის მოციქულთა ვითარმედ, არ ღარავ სუა მე ამიერით განაყოფისაგან ამის ვენახისა ვიდრე მუნდღედმდე, რა ჟამს იგივ სუა ახალი თქვენთანა სასუფეველსა მამისა ჩემისასა. ხოლო რა ისათვის სუა უფალმან შემდგომად აღდგომისა. რაითა არა თქვან უგუნურთა თუ უცნება იყო აღდგომაი იგი. რამე თუ სახეთ აღდგომისა აღესრულებოდა და დასამტკიცებელად მიღება იგი ჭამადისა და სასუმლისაი. ამისთვის მოციქულნი იტყოდეს, რომელი იგი ღმერთმან აღადგინაო მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაი, არა ყოველსაერსა, არამედ მოწაფეთა მათ, რჩეულთა წინა ითვეღმრთისათა, რომელნი ესე ვართ ჩვენ, რომელნი მისთან ავჭამდით და ვსვემდით შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა მისისა. საქმე 10:40-41. აც უკვე ამას მოასწავებს და აუწყებს ვითარმედ, იხილონ იგი ბრწყინვალედ აღდგომილი და კვალად მათ თანა იქცეოდის. და იგინი იყვნენ მოწამე საქმეთა მათ ხილვითაცა და საქმითა. ამისთვის იტყვის, ვიდრე მუნდღედმდე რა ჟამს იგივ სუა ახალი თქვენთანა. ესე იგი არს წინაშე თვალთა თქვენთა, თქვენ მიხილოთ აღდგომილი. ხოლო რაი არს ესე თუ რა ჟამს იგივ სუა ახალი თქვენთანა. ესე იგი არს უცხოდ და საკვირველად, რამე თუ ყოველსა საქმესა უცხოსა ახალ ეწოდების წერილთა შინა. ვინაითგან უკვე შემდგომად აღდგომისა არა ემოსნეს მას ხორცნი მოკუდავნი და განხრწნადნი, არამედ უკუდავნი და უხრწნელი, რომელთა არ ღარა უხმდა საზრდელი, და არა თუ სახმარად ხორცთა ჭამა და სუა შემდგომად აღდგომისა, არამედ დასამტკიცებელად აღდგომისა. ამისთვის უცხოსა მას საქმესა და საკვირველსა ახალ ეწოდა, რამე თუ მუნჟამამდე არ ღახილულიყო ამას სოფელსა უხრწნელ და უკუდავ ქმნილთა ხორცთა ჭამაი და სუმაი. ამისთვის სამართლად ახალ უწოდა საქმესა მას საკვირველსა. ხოლო რა ისათვის არა წყალი სუა შემდგომად აღდგომისა, არამედ ღვინოი. სხვა საწვალებასა აღმოფხურის ამით საქმითა.
რამე თუ არიან ვიეტნამი მცვალებელნი, რომელნი საიდუმლოსა მას ჟამის წირვისასაც წყალსა იხმარებენ უღვინოდ. ამისთვის რაითა გვასწავს ვითარმეთ ღვინითა ჯერ არს წყლითა განზავებულითა წირვაი, ჟამსა მასცა სერობისასა ღვინოი მისცა და ცხველს მყოფელისა გვერდისაგან სისხლი და წყალი გარდა მოხდა, რომლისას სახსენებელად აღვასრულებთ საიდუმლოთა. და კვალად შემდგომად აღდგომისა არა საიდუმლოთა აღასრულებდა, არამედ ლიტონი ტაბლაი დაუგო მოწაფეთა გულსავსე ყოფად აღდგომისა და ღვინოი მიიღო, რომელსაც აუწოდა ნაყოფად ვენახისა. სახარებაი და გალობაი წართქვეს და განვიდეს მთასა მასზე თისხილთასა 26-30. თარგმანი ისმინეთ კაცნო რომელნიდან სღეთ რაი ვითარცა პირუტყუნი აღსდგებით ტაბლით მთრვალნი. ისმინეთ ვითარმედ მადლობაი ჯერ არს შემდგომად ჭამისა და გალობისა წართქუმაი. ისმინეთ თქვენცა რომელნიც მიდასა ჟამის წირვასა არა მოელით ლოცვასა მას დასასრულისასა, არამედ პირველ მისა განხვალთ. იგი მაშინდელი გალობაი, რომელ წართქვეს უკუანა ისკნელისა ამის ლოცვისა სახე იყო. რამე თუ ხმადლობდა პირველ მიცემისა საიდუმლოთაისა, რაითა ჩვენცა ეგრეთ ვიქმოდით. ხმადლობდა შემდგომად მიცემისაცა და გალობდა, რაითა ჩვენცა ეგრეთ აღვასრულებდეთ. ამისთვის უჯერო არს პირველ ლოცვისა მის ერის განტევებისა განსვლა ეკლესიით. ხოლო რაისათვის განვიდა მთასა მასზე თისხილთასა, რაითა არავინ თქვას თუ იმალოდა. ამისთვის ისწრაფდა მისვლად ადგილსა ცხადსა, რომელი იუდაცა იცოდა. სახარებაი, მაშინ რქვა მათ იესო, თქვენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემ და მომართ ამას ღამესა, რამე თუ წერილ არს, დავსცემ წყემსა და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისანი 26-31. თარგმანი ესე რქვა, რაითა წერილნიცა გულისხმა უყვნეს, ვითარმეთ ყოველივე წინაისწარმეთ ყველთა წინაითვე ქადაგეს, რაი იგი ყოფად იყო მის ზედა და რაითა ცნან. ვითარმეთ განგებითა და ნებითა ღმრთისაითა ჯვარს ეცუმოდა და ვითარმეთ იგივე იყო ძველისაცა სჯულისა უფალი. და ჩვენ გვასწავებს ცნობად ვითარ იყვნენ მოწაფენი პირველ ჯვარცუმისა უძლურ და მოშიშ და შემდგომად აღდგომისა ესრეთ მხნე და ახვანი ქმნეს, ვიდრეღა ყოველი სოფელი მოიმორჩილეს მადლითა და შეწევნითა ქრისტეისითა, ვითარცა აწეთყვის. სახარებაი, ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა წარგიძღვე თქვენ გალილეად 26-32. თარგმანი არაზეცით ეჩვენა, არცა შორსა სადა სოფელსა წარიყვანა, არამედ მასვეერსა შორის, სადა იგი ჯვარს ეცვა მასვე სოფელსა, რაითა ესრეთ გულსავს ერყვნეს, ვითარმედ რომელი იგი ჯვარს ეცვა, იგივე აღდგა და განქარდეს მწუხარებაი მათი. ამისთვის გალილეას ეჩვენა, რაითა განეშორნენ მცირედ მოწაფენი შიშისა მისგან ჰურიათაისა. სახარებაი, მიუგო პეტრე და რქვა, დაღათუ სხვანი ყოველნი დაბრკოლდნენ შენ და მიმართ, ხოლო მე არასადა დაუბრკოლდე შენ და მიმართ. რქვა მას იესო, ამენ გეტყვი შენ, რამე თუ ამას ღამესა ვიდრე ქათმისა ხმობადმდე სამგზის უარ მყომე. რქვა მას პეტრე, დაღაცა თუ იყო სიკვდილი ჩემი შენთანა, არასადა უარ გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს 26, 33, 35. თარგმანი რასა იტყვი პეტრე? წინაისწარმეთ ყველმან თქვა ვითარმეთ, განიბნინენ ცხოვარნი ზაქარია 13:7, ქრისტემან დაამტკიცა სიტყვა ესე და შენ იტყვი ვითარმეთ, არა იქნას ესე. არა კმა გეყვა რა ჟამს იგის თქუ, შენდობა იყავ შენ და უფალო მათე 16:22 და შეგრისხნა.
ამისთვის უკვე მიუშვა შთავრდომად ბრალსა მას უარისყოფისასა, რაითაც ცნას ვითარმეთ, არა ჯერ არს მინდობა ითავსათვისა, არამედ სიტყვისა მის უფლისარწმუნებად ვიდრეღათვის ისა გონებისაი, და სხვათა დიდად სარგებელეყო მისითა მით უარისყოფითა. რამე თუ ცნეს კაცობრივი უძლურებაი და ჭეშმარიტებაი ღმრთისაი. რამე თუ ოდეს რაიმე უფალმან თქვას არღარა ჯერ არს გამოძიებად. ამისთვისცა ვინაიდან პეტრეს ესმა ვითარმეთ, თქვენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემ და მომართ ამას ღამესა და არა ხრქვა სიმდაბლით ვითარმეთ, გევედრები უფალო შემეწიე რაითა არა განგეშორო, არამედ მიენდო თავსათვისა და ხრქვა. დაღაცა თუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენ და მომართ, ხოლო მე არასა და დავბრკოლდე, ესე სიტყვაი ზუაობად მიიწეოდა. ამისთვის შეუნდო უფალმან უარისყოფად, რაითა საქმით ისწაოს. სიმდაბლე და არა მინდობაი ძალსათვისსა. რამე თუ სამი ცდომა იქმნა, ერთად რომელ სიტყვაი უგო უფალსა, მეორედ რომელ სხვათა უახოვნესად თქვა თავითვისი, მესამედ რომელ ძალსათვისსა მიენდო. ამის ყოვლისა განკურნებისათვის მიუშვა უარისყოფად. ამისთვისცა ამხილებს და ეტყვის, სიმონ, სიმონ, აჰა ესე რა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი. ლუკა 22:31-32. რაი არს ესე, რომელ ყოველნი ითხოვნა და უფალი იტყვის ვითარმეთ, შენთვის ოდენ ვევედრე? ამხილებს ამით სიტყვითა ვითარმეთ, რომელი ეგეიქადის სხვათა უმეტეს სიმხნესა, ყოველთასა უძლურესი პოები. ამისთვის ვევედრე, რაითა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაი შენი. და რა თქვა თუ არა მიგიშვი სრულიად მოკლებად, არამედ ვევედრეო? სიტყვათა სიმდაბლისათა იტყვის ვნებად მიმავალი, რაითა კაცებაი აჩვენოს. რამე თუ რომელმან აღაშენა ეკლესიაი აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაითა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან, მათე 16-18, რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნა და ესოდენი ხელმწიფებაი მისცა და არასა და ეხმარა ლოცვაი, არამედ ხელმწიფებით ხრქვა, ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაი. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათა ისანი, მათე 16-18, რაც ერთისა კაცისა სარწმუნოებისა დამტკიცებად ლოცვა ეხმარებოდა. ნუ იყოფინ. არამედ ზემოთქმულისა მის მიზეზისათვის ესრეთ თქვა და მათისა მის უძლურებისათვის, რამე თუ არღა აქუნდა ჯეროანი იგი და სრული გულისხმისყოფაი. იტყვიან ვიეთნიმე, თუ ვინაიდან ევედრა, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოება იმისი, რად უარყო მან უფალი. გარნა არა თქვა უფალმან, რაითა არა უარმყო, არამედ, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოება შენიო, რაითა არა სრულიად წარსწმდე. რამე თუ ესეცა მისისა შეწევნისაგან იქმნა, რომელმხის გულისხმაყო და მოიქცა. უკვე თუ არა ვერ მცა მოქცეულიყო. რამე თუ აღიღო რაიმ მცირედ შეწევნა ითვისი შიში დიდი და ეცა მის ზედა და ყოვლადვე ვერ უძლო წინააღდგომად. უკვე თუმცა არა კვალად უფალსა ხელიწყალობისა აღეპყრა, ვერ მცა უძლო მოქცევა და განბანად ცრემლითა ბრალსა მას უარისყოფისასა, რომელსა იგი შთავარდა ზუაობისაგან და რომელ იგი სიტყვაი უგო უფალსა და ეტყოდა, დაღაცა თუ იყო სიკვდილი ჩემი შენთანა, არასა და უარყო შენ. რაი არს ესე პეტრე? ოდეს იგი თქვა, ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე, გეშინო და ნუ უკვე შენ ხარ მიმცემელი და აიძულებდი საყვარელსა მას მოწაფესა კითხვად, თუ ვინ არს? იოანე 13:24 და 10 განცხადებულად თქვა უფალმან, ვითარმეთ, თქვენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ.
ჩემ და მომართ ამას ღამესა, სიტყვას თუგება და არა ერთგზის, არამედ ორგზისცა. ვინაი უკვე იქნა ესე. ფრიადისა მის სიყვარულისაგან, რომელ აქ უნდა მას უფლისა მიმართ. ვინაით განურვისა მისგან განერა განცემლობისა და განცემელი იგი იხილა, მინდობით იტყო და ყოველთა უმხნეს ყოფად და თქვა, რაღაცა თუ სხვანი ყოველნი დაბრკოლდნენ შენ და მომართ, ხოლო მე არასა და დავბრკოლდე შენ და მომართ. და ერთო სიტყვასა ამას შინა ზვაობა იცა. რამე თუ სერობასა მას იყო ცილობა მათ შორის, ვით არცა ლუკა იტყვის ვით არმედ, ვინმე იყოს დიდ მათ შორის, ლუკა 22-24. ამისთვის არა თუ მიავლინა მან უარის ყოფად. ნუ იყოფინ. არამედ განაშიშულა ოდენთვის ისა შეწევნისაგან და მერმე ემხილა კაცობრიվ საუძლურებასა. იხილეთ უკვე ამისა შემდგომად ვით არ განისწავლა. და შემდგომად აღდგომისა კითხა რაი უფალმან, სიმონ იონაისო, გიყვარმეა, მოციცებით მიუგო, უფალო, ყოველი შენ იცი და შენ ყოველი უწყი, რამე თუ მიყვარ შენ. იოანე 21:17. კვალად ოდეს ჰკითხა საყვარელისა მისთვის მოწფისა, უფალო, ამისთვის რაის თქო და ხრქვა უფალმან, შენ და რაი არს, იოანე 21:21-22 დადუმნა მეხსეულად. კვალად ჟამსა მას ამაღლებისასა ხრქვა რაი, არა თქვენი არ ცნობაი ჟამთაი და წელთაი, საქმე 1:7 დადუმნა და არა სიტყვა უგო. კვალად ერდოთა მათზე და ოდეს იხილა ტილო იგი და ესმა, რომელი იგი ღმერთმან წმიდაყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ საქმე 10:15 დუმნა და არღარა სიტყვა უგო. ესე ყოველი მიშვებითა მით ისწავა. კვალად ოდეს მკელობელი იგი განკურნეს იტყო და რაისა გუხედავთ ჩვენ, ვით არმცა თვისითა ძალითა გინა ღვთისმსახურებითა გვექმნასლა იმაგისი, საქმე 3:12. აც უკვე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩვენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს ვით არმედ, არა კმა არს გულს მოდგინებაი და მოსწრაფებაი კაცისაი წარმართებად კეთილსა რასმე, უკვე თუ ღმრთისამიერი შეწევნაი არა იყოს. და კვალად არა სარგებელ გვეყოფრის, არცა მოგვეცემის ზეგარდამო შეწევნაი, უკვე თუ გულს მოდგინებაიცე ჩვენი და მოსწრაფებაი არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაი უფლისაი და არასერგო, რამე თუ არა ინება არცა აჩვენა თავისაცა თვისისაგან მოსწრაფებაი მცირედიცა. ხოლო პეტრეს აქ უნდა გულს მოდგინებაი, გარნა აღიღო რაი უფალმან შეწევნაი თვისი, ვერ უძლო მან დადგომად, არამედ დაეცა. კვალად სახიერი. იგი ხედვი და რაი გულს მოდგინებასა მისცა, აღუპყრა ხელი წყალობისაი, აღადგინა და განამტკიცა. რამე თუ ამის ორისაგან აღესრულების სათნოებაი, შეწევნითა ღმრთისაითა და გულს მოდგინებითა და მოსწრაფებითა ჩვენითა. სწავლა იპებზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთა ისა. ამისთვის გევედრები საყვარელნო, ნუცა ჩვენ უდე ვიქმნებით და ვიტყვით, თუ ღმერთმა გვაცხონოს, ნუცა მოსწრაფებასა შინა რაი ვიყვნეთ ვგონებთ, თუ თვისითა შრომითა ძალგვით წარმართებად კეთილისა. არამედ ჩვენცა ვიღუწიდეთ ძლიერად და ღმერთსა ვევედრებოდით, რაითა მოგვუცეს მის მიერი შეწევნაი და შეგვიწყალნეს. რამე თუ არცა ეს ეხნებავს ღმერთსა, რაითა უდე ვიყვნეთ ჩვენ და მცონარ. ამისთვის არა იქმს ყოველსავე იგი, არამედ ჩვენგანცა ეძიებს გულს მოდგინებასა და მოღვაწებასა, არცა ესე სათნო უჩნს, რაითა ლაღდა ამპარტავან ვიყვნეთ. ამისთვის არა მოგვუცა ჩვენ თავით თვისით წარმართებად ყოვლისავე. ორ კერძო ესწავნებელსა განაშორებს ჩვენგან და სარგებელსა მოგვუცემს.
ამისთვის პეტრეს მიუშვა უარისყოფასა შთავრდომად, რაითა სიმდაბლე მოიგოს. კვალად ხელი წყალობისა იაღუპყრა, რაითა უმეტესად შეიყვაროს უფალითვისი, ვით არცა იტყვის, ვით არმეთ, რომელსა ფრიად მიეტეოს, ფრიადსა შეიყვაროს. შეადარე ლუკა 7:47. ვიქმნეთ უკვე ყოველსავე ზედა მორჩილ და მორწმუნე ღმრთისა და ნურ არას ზედა ვაცილობთ, რაღაცა თუ იყოს საქმე იგი წინააღმდგომ გონებათაცა და საცნობელთა ჩვენთა, არამედ იყავ სიტყვა იმისი უმტკიცეს გონებათა და თვალთა ჩვენთა. ეგრეთვე წმიდათა საიდუმლოთა ზედა ვიქმოდით. ნუ წინამდებარესა მას შესაწირავსა ხოლო განვიცდით, არამედ სიტყვათა მისთა ვიხსენებდეთ, რამე თუ სიტყვა იმისი წარუვალ არს და განუქარვებელ. ვინაიდან უკვე თავად მან თქვა, ესე არს ხორცი და სისხლი ჩემი, გურწმენდინ სიტყვა იმისი და თვალითა სულიერითა განვიცდიდეთ საიდუმლოთა მათ. რამე თუ არ არა ხილული მოგუცა ჩვენ ქრისტემან, არამედ ხილულად იქნებიან ბრძანებანი მისნი და უხილავად აღესრულებიან. ეგრეთვე ნათლისღებასა ხილულითა წყლითა იქნების განბანა იგი, ხოლო უხილავად მოგვეცემის მადლი იგი სულისა წმიდისაი და მეორედ შობაი ჩვენი. რამე თუ უკვე თუმცა უხორცონი ვიყვენით, განცხადებულადცა მოგუცნა უხორცონი იგი ნიჩნი, ხოლო ვინაიდან ხორცთა და შეერთებულ არიან სულნი ჩვენი, ამისთვის ხილულითა სახითა უხილავთა მათ მადლთა მოგვანიჭებს. რავდენი იტყვიან, ვსუროდაო, რაითამცა ღირს ვიქმენ ხილვად ხატსაპირისა მისისასა, ანუ სამოსელსა მისსა, ანუ ხამლთა. აც ესერა, კაცო, მას თავადსა ხედავ, მას შეეხები, მას მიიღებ საჭმლად და შინაგან შენსა დაემკვიდრების, რამე თუ ესე ჯერ იჩინა ჩვენთვის კაცთ მოყვარემან. აც უკვე ნუმცა ვინ ორგულებით მოუხდების, ნუმცა ვინ დახსნილებით, არამედ მხურვალებით და სარწმუნოებით და ჯეროვნითა კრძალულებითა. უკვე თუ ჰურიანი პასექსა მას ძველსა ჭამდეს ზემდგომარენი და კვერთხები ხელთა მათთა და ხამნი ფერხთა და ჭამდეს სწრაფით, არა ჩვენ უმეტესი კრძალულება ითანაგვაცა მორწმუნენო. იგინი პალესტინედ მივიდოდეს, ამისთვის მგზავრთა წესი ეპყრა, ხოლო ჩვენზეცად გვიღირს ახსლვაი. ამისთვის ყოვლით კერძო კრძალვა ითანაგვაც, რამე თუ არა მცირე სასჯელი განწესებულ არს მათთვის, რომელნი უღირსად ეზიარებოდინ. ხედავთა ვით არ მრისხანე ვართ იუდაისთვის, რომელმან მისცა იგი და ჰურიათათვის, რომელთა ჯუარს აცვეს. ვეკრძალნეთ, ნუ უკვე ჩვენცა თანამდე ვიქმნეთ ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა. მათ ჯუარს აცვეს წმიდა იგი გვამიმისი და აც შენ, კაცო, ხორცსა მისსა მიიღებ სულითა მწინკვლევანითა, ძნელ არს ესე შენდა. თავად მან არაკმა იყო ჩვენთვის განკაცებაი, ყურიმლისცემაი და სიკვდილი, არამედ აცცა შეგვაერთებს თავსათვისა არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმითცა. საჭმლად ჩვენ და ყოფს ხორცსათვისა პატიოსანსა და სასუმლად სისხლსა მას წმიდასა. ვით არი მეხმდა სული იგი, შემწყნარებელი მისი. ჯერ იყო უბრწყინვალეს მზისა ყოფად. და ხელი იგი, რომელი განანაწილებს მას, და პირი იგი, რომელი აღივსების ცეცხლითა მით სულიერითა, და ენა იგი, რომელი იხილავს გემოსა სისხლისა მის შესადრწუნებელისასა, ჯერ იყო ანგელოზთა მობაძავ ყოფად. გულისხმა ყავ, კაცო, რომელიღა პატივი მოგეცა, რომლისა ტრაპეზისა პურის მტე იქმენ, რომლისა მიხედვად ანგელოზნი ძრწიან და თვალთა შედგმად ვერ იკადრებენ ელვისა მისგან მიერ გამოგრთოლვანისა. ამის ესევით არისა საშინელისა ტრაპეზისაგან ჩვენ ვეზიარებით და გამოვიზრდებით და ვიქმნებით ასოებ ქრისტესა და გვამ თავისა მის საღმრთოისა. ვინიმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა სასმენელ ყვნას ყოველნიქებულებანი მისნი. ფსალმუნიას 5:2, რომელმან წამს მან ხორცითა თვისითა გამოზარდნის ცხოვარნი.
რომელმან მეფემანერსათვისა მისცის სისხლითვისი. და ქრისტე იქს ამას ჩვენზედა და მოგუცემს ხორცსა და სისხლსათვისა და ყოვლით კერძო შეგუაერთებს თავსათვისა. გარდა მოხდა ზეცით და იშვა ქალწულისაგან, მიიღო ბუნებაი ჩვენი და იქცეოდა ჩვენ შორის, თავსიდვა ჯვარცუმაი და სიკვდილი და სხვანი იგი შეურაცხებანი და იხსნა ბუნებაი ჩვენი წარწმედისაგან. არა კმა იყო ესე სახიერებაი, არამედაც კაცადსა მისცემს საჭვლად თავსათვისა ზიარებითა მით საიდუმლოთაითა. რაც უკვე ნუ უდებ ვიქმნებით, რომელნი ესე ღირს ვიქმნენით ესე ვითარსა სიყვარულსა და პატივს ამის მიერ, მოუხდეთ სურვილით და სარწმუნოებით წმიდასა მას ბარძიმსა, მოვიღოთ საზრდელი იგი სულიერი, ვითარცა ჩჩვილთა წადიერებით მიიღიანს წე. მოვიღოთ მადლი იგი სულისა წმიდისაი, და ესე იყავ ჩვენ დამწუხარება, ოდეს დავაკლდეთ ამას კეთილსა. გარნა ვეკრძალნეთ, რაითა არა უღირსებით მოუხდეთ საიდუმლოთა მათ დიდებულთა და ყოვლად წმიდათა. არა კაცობრივი საქმე არს ესე, არამედ რომელმან მაშინ ქმნა სერობა იგი საიდუმლოისაი, იგივე არს, რომელიაც სასრულ ყოფს ამას შესაწირავსა. ჩვენ წესი გვიპყრიეს მსახურთაი, ხოლო წმიდა მყოფელი და შემცვალებელი ხორცად და სისხლად თვისად იგი თავადი არს. აც უკვე ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს უღირს და დამონებულ ნებათა, ვითარცა იგი დამონებულიყო ვეცხლის მოყვარებისა და. რომელიცა მოწაფე არს ერთგული და სარწმუნოი, იგი დადეგინ. უკვე თუ არა ესრეთ ვინ იყოს, არა შეიწყნარებს მას ტრაპეზი იგი. რამე თუ იტყვის უფალი, მოწაფეთა ჩემთა თანავ ხო პასექი. აცცა იგივე ტრაპეზი არს და არა რაითა ნაკრულევან. არა თუ იგი ქრისტემან დააგო და ამას კაცი ვინმე დააგებს. ამისიცა აღმასრულებელი ქრისტე არს. ესე ეკლესია იმ მსგავს არს ქორსა მას, სადა მაშინ იყვნეს. იგინი განვიდეს მიერ მთად ზეთისხილთად. განვიდეთ ჩვენცა ხელთა მიმართ გლახაკთაისა, რამე თუ სიმრავლე ესე გლახაკთაი ზეთისხილნი არიან დასხმულნი სახლსაღმრთისასა, გამომცემელნი ზეცსა მას სულიერსა, რომელი აქონდა ქალწულთა მათ ბრძენთა. ხოლო რომელთა არა აქუნდა ამისაგან, წარწმდეს. აც ჩვენ ამით ზეთითა უნაკრულოდ ვიყვნეთ, რაითა მივეგებნეთ სიძესა მას ბრწყინვალითა ლამპრითა. ნუმცა ვინ უწყალოი მოუხდების წმიდათა საიდუმლოთა, ნუმცა ვინ უსახური, ნუმცა ვინ ანგაჰრი, ნუმცა ვინ არაწმიდაი. ამას მათ ვეტყვი, რომელნი ეზიარებიან. ხოლო ჯერ არს თქვენ და მიმარცა თქუმად, რომელნი ეგე პატივითა მღვდელობისაითა დადგინებულ ხართ განყოფელად ნიჭისა მის დიდისა, რაითა კრძალულებით განუყოფდეთ. რამე თუ არა მცირედი სასჯელი მიგეხადოს თქვენ, უკვე თუ იცოდით ვისიმე არ აღერსებაი და აზიაროთ საიდუმლოისა მისგან. იგი დაისაჯოს და სისხლი მისი ხელთაგან თქვენთა იძიოს. რაღაცა თუ ერისთავი იყოს, ანუ მთავარი, ანუ თვითმეფეცა და უღირსებით მოუხდებოდის, დააყენე, უმეტესი მისსა გაქოს შენ ხელმწიფებაი. ხოლო შენ და უკვე თუ მწარწმუნებულიყო წყარო იწმიდა ისასუმლად სამწყსოისა და იხილემცა ერთი ცხოვარი მწვირითა შებრალული, არამცა მიუშვი შესვლად წყაროს ამას. ხოლო აწრწმუნებულ არს შენ და არა წყარო იწყლისაი, არამედ ხორცი და სისხლის სამეუფოი, და ხედავ ვიეთმეცოდვითა შებრალულთა და არა აყენებ, დიდ არს ბრალი ესე, დიდ არს სასჯელი ესე. ამისთვის მოუცემიეს ღმერთსა თქვენ და პატივი ესე, რაითა ამას განარჩევდეთ, ესე არს საქმე თქვენი, ესე არს გვირგვინი თქვენი. არა თუ ესე არს, რაითა სპეტაკითა შემოსილნი შემოხვიდეთ ცუდად, არამედ რაითა ამას საქმესა ეკრძალებოდით. სთქვათ სადმე, ვითარმეთ, ვინაი უწყით ჩვენ, ვინ არს უღირს.
გარნა მე არა უმეცართათვის ვიტყვი, არამედ რომელთა მეცნიერი ყვნეთ და იცოდით, ვით არმედ არა ღირს არიან. ვიტყვი ამასცა, ვით არმედ, არა ესრეთ ძნელ არს ეშმაკეულთა ყოფა ეკლესიასა შინა ჟამის წირვასა ვით არ ესე ვითართა იმათ, ვით არცა პავლე იტყვის, რომელმან ძეიღმთისა შეურაცხყოს და სისხლი იგი აღთქმისა არ აღერსად შეჰრაცხოს, ებრაელთა მიმართ 10:29 და შემდგომი ამისი. რამე თუ უძვირეს ეშმაკეულისა არს, რომელიც ცოდვიდეს და ეზიარებოდის. რამე თუ იგინი ეშმაკეულობისათვის სატანჯველად არა მიეცემია, ხოლო ესენი უღირსად ზიარებისათვის დაისაჯებიან. აც უკვე ნუ ეშმაკეულთა ოდენ ვაყენებთ, არამედ ყოველთა უღირსებით მომავალთა, რაითა არავინ ეზიაროს იუდაისებრ, რაითა არა მისებრ დაისაჯოს. ასოებ ქრისტესა არსერი ესე. ამისთვის ეკრძალენით, მღვდელნო, ნუ უკვე განარისხოთ უფალი, რომელ არაწმიდა ჰყოფთ ასოთა მათ მისთა, რაითა იყვნენ ჭეშმარიტ ასომისა. ეკრძალენით, რაითა არავის მახვილი მისცეთ საზრდელი საწილ, რამე თუ ესრეთ არს უღირსთა ზიარებაი. რაღაცა თუ ვინმე უღირსი უმეცრებით მოვიდოდის ზიარებად, დააყენეთ, ნუ შეშინდებით, გეშინოდენ ღმრთისაგან და ნუ კაცთაგან. უკვე თუ კაცთაგან გეშინოდის, თვითმებრიგინი გეცინოდი, უკვე თუ ღმრთისა შიშიოდენ იპყრათ, კაცთა მიერცა პატიოსან იყვნეთ. ხოლო უკვე თუ თქვენ ვერ იკადრებთ, მე მაუწყეთ. არა შეუნდო უღირსებით ზიარებად. სულსა ჩემსა განვეშორო პირველ ვიდრეღა ხორცი და სისხლი. ქრისტესი უღირსად მცავის მივეც და საიდუმლოსა ამას შესადრწუნებელსა უწესოდ ვაზიარე. ხოლო უკვე თუ ვინ უმეცარიყოს ვისამენ, რაღაცა თუ უღირსად ეზიაროს, არ არს ბრალი მღვდელისა იმის, რამე თუ მეცხადთათვის ვიტყვი და მეცნიერთა. უკვე თუ ესენი განვმართნეთ, რომელნი ვიცნით, უცნაურნიცა ადრე გვიჩვენეს ღმერთმა. ხოლო ამას ყოველსა არა თუ ამისთვის ვიტყვი, რაითა დავაყენეთ ოდენ და გარე მივაქცინეთ, არამედ რაითა განვმართნეთ უწესოდ მავალნი და მერმე ვაზიაროთ, რაითა იგინიცა ღირსებით ეზიარებოდინ განათლებად სულთა მათთა. და ჩვენ მოვიღოთ სასყიდელი თვისისაცა შრომისაი და სხვათაცა მოღვაწებისაი მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდებაი სულით წმიდითურთ, პატივი და თაყვანისცემაიაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.